ირანის ომი კვირა ღამით დრამატულად გამწვავდა. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ალექს ჰეზბოლამ საზღვრის გადაღმა მყოფ ისრაელებს დაუმიზნა, რასაც მოხვა ისრაელის საჰაერო დარტყმა ბეირუთის დახიეს უბანში. შემდეგ ირანი ჩაერთო ბეირუთის დარტყმებზე პასუხად და ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით სულ 24 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ჰუსიტებიც ჩაერთნენ და ისრაელი ორშაბათ დილითვე გაამიზნეს. იყო ისრაელის საპასუხო დარტყმა, მათ შორის სამხედრო ბაზებზე, სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებულ რაკეტების გამშვებზე და ირანში მდებარე პეტროქიმიურ ქარხანაზე. მტკიცებით ეს ობიექტი ბალისტიკური რაკეტების მასალას აწარმოებდა. შემდეგ იყო დეესკალაციის მცდელობები. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ორივე მხარეს უკან დახევა და შეჭერება სჭირდებოდა. და ამჟამად ჩვენ კვლავ გვაქვს მკიფე ცეცხლის შეწყვეტა. ქუთები აგრძელებენ ისრაელის სახელმწიფოზე სროლას. ამაზე რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ, მაგრამ აქ საკმაოდ არეულობა იყო მართლა. სულ რაღაცა 12 საათი თუ ყველაფერს ერთში შევაერთებთ. ზუსტად ესეა. იცი, ჯერ კიდევ შარშან ივნისში 12 დღიანი ომი ჰქონდა. და ესე ჩანს, რომ გუშინ ღამით, ან კვირა ღამით, ორშაბათს 12 საათიანი ომი ჰქონდა, სადაც ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ისევ სერიოზულ ესკალაციაში დაუბრუნდებოდით. ცხადია, ეს იყო ესკალაცია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. და პირველად ვიხილეთ, რომ ირანი ისრაელზე ბალისტიკურ რაკეტებს ისროდა. მათ ისრაელის მიმართულებით 24 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, მათ შორის ჰაიფასა და თელ-ავივის მეტროპოლიტენის რაიონზე. და შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, პირველად ისრაელმა ირანის სიღრმეში საპასუხო დარტყმა განახორციელა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დარტყმები განხორციელდა პეტროქიმიურ ობიექტზე, რაც აჩვენებს, რომ ისრაელს შეუძლია ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა მიაყენოს. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს შესაძლოა ბალისტიკური რაკეტების წარმოებასაც უკავშირდებოდეს. შესაძლოა ეს იყო ერთ-ერთი ქარხანა, სადაც ირანი აწარმოებს საწვავს, ან თუნდაც მყარ საწვავს ბალისტიკური რაკეტებისთვის. არსებობს ცნობები ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელების და ასევე სარაკეტო თავდაცვის სისტემებზე მიზანმიმართული დარტყმების შესახებ. რომელი კაცები? მიჩნეულია, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს ჩინური საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნა მიწოდებული. როგორც ხედავთ, ისრაელი ძალიან ძლიერად უთყამს და ამასაც ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე აკეთებს. ირანი კი აჩვენებს, რომ არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების მოსმენას. უკვე 8 ქვეყანაზე ისროდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ისრაელიც არ ითვალისწინებს პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილებებს და აცნობიერებს, რომ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა სჭირდება. და მზად არის ირანის სიღრმეში სტრატეგიულ ობიექტებზე მიიტანოს დარტყმა. თუნდაც ტრამპმა კონკრეტულად არ მისცეს მწვანე შუქი. და თუნდაც ტრამპმა არ გაუწიოს აშშ-ის დახმარება ან ძალისხმევას, მინდა ვისაუბრო, რატომ მოხდა ეს ახლა. ისრაელი დარტყმებს ახორციელებდა ბეირუთის დახიეს უბანში, მაგრამ ჰეზბოლა თითქმის ყოველ დღე ესხმოდა ჩრდილოეთ ისრაელს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ისრაელი პასუხობდა დარტყმებით. რა არის ესეთი განსაკუთრებული დახიეში, რამაც ირანი აიძულა სხვათა შორის მუქარა გამოეთქვა. მათ ისრაელელებს კვირას საღამოს უთხრეს, ჩვენც გვითხრეს, აიხედეთ ცაში და ნახავთ რა მოდის. და შემდეგ ირანმა დარტყმა განახორციელა. ანუ რატომ არის დახიე მათთვის ასეთი განსაკუთრებული? მათ გაამყარეს და დაარსეს დახიე როგორც ჰეზბოლას სარდლობისა და კონტროლის ეპიცენტრი. და რასაც ხედავთ, ირანი ითხოვს ტრამპისგან ზავის მოლაპარაკებებში, რომ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომი უნდა შეწყდეს, როგორც დიდი ზავის ნაწილი. და ეს არის შენარჩუნების მცდელობა. ირანს სურს, რომ მისი ყველაზე წინა ხაზზე მდგომი და ძლიერი პროქსი, ჰეზბოლა, გადარჩეს და დარჩეს პირდაპირ საფრთხედ ისრაელისთვის. ამიტომ ისინი მოითხოვენ ტრამპისგან, რომ შეაჩეროს ისრაელი და არ მისცეს უფლება ისრაელს, რომ ჰეზბოლას ახალი შტაბ-ბინა დაარტყას. ასე რომ, ეს არის ის, რაც ხდება. და ამის შედეგად, განსაკუთრებით ბოლო 24 საათში თქვენ ნახეთ ელჩი იეხიელ ლაიდერ. და შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ ეს პოსტი X-ზე, სადაც ის ცდილობს ჰეზბოლას და ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტის გამიჯნას აშშ-ირანის კონფლიქტისგან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აბსოლუტურად დაკავშირებულნი არიან. ხო ესეა. რადგან ჰეზბოლა მოგწონთ ეს თუ არა, ირანის პროქსია. და რაც თქვენ ძირითადად ნახეთ აქ და ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ამ დარტყმებამდეც უნდა დავიხიოთ უკან, რადგან ეს მხოლოდ წინაპირობა იყო. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა?
თუ უფრო ფართოდ შევხედავთ და უკან იმ 6 კვირაში დავბრუნდებით, რას ვხედავთ. ჩვენ ნახეთ, რომ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა აბსოლუტურად გაანადგურეს ირანი. მათ მოკლეს უმაღლესი ლიდერი. მათ გაანადგურეს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის მაღალი რანგის მეთაურები. მათ დაარტყეს სარაკეტო თავდაცვას, საჰაერო თავდაცვას. მათ დაარტყეს სარაკეტო წარმოებას. მათ დაარტყეს ყველა მთავარ ბირთვულ ობიექტს. და ირანი ბალისტიკურ რაკეტებს ისროდა მთელ ახლო აღმოსავლეთში. 11 სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. ბევრი მათგანი ისრაელში წავეში, მაგრამ არა ყველა. სინამდვილეში უფიქრობ, კიდევ უფრო მეტი რაკეტა გაეგზავნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებს, ვიდრე ისრაელს. და რაც ყველა მოკავშირემ აჩვენა, იყო ის, რომ მათ შეეძლოთ ირანის ყველა დართვმის შეწოვა. მაგრამ ირანი კი სულად განადგურდებოდა. ამ 6 კვირის ბოლოს, თუ მაშინვე შეაფასებდით კონფლიქტს, ითხოვდით, რომ უდავოდ ირანი ამ ყველაფერში დამარცხებული გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ანალიზი მიუთითებდა თითქოს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ადრე დაასრულეს და მათ შეეძლოთ გაეგრძელებინათ და ირანი კიდევ უფრო დაესუსტებინათ. მაგრამ შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. აშკარა იყო, რომ ტრამპს ეს სურდა 6 კვირის შემდეგ. იცით, რეჟიმი კვლავ არსებობდა. ტრამპს სურდა ენახა, იცით, ვინ იყო, ვის ესაუბრებოდა, რამდენად სასოწარკვეთილი იყო ის რეჟიმი, რომ რეალურად მიეყვანა კონფლიქტი დასასრულამდე. დაიხერდნენ თუ არა ბირთვული ამბიციებისგან. იქნებოდნენ თუ არა მზად ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, კონფლიქტის მუდმივ დასრულებად. და შესაძლოა გარკვეული თანხაც მთელი ზიანის აღსადგენად. მაგრამ რა ვნახეთ მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა. ირანი ცდილობს აღედგინოს თავისი პოზიცია კონფლიქტში. ასე რომ, იცით, ომის დროს ირანი აგებდა. ამ მოლაპარაკებების პერიოდში ირანი ნამდვილად აჩვენებს პრეზიდენტ ტრამპს, რომ მზად არის მას წინააღმდეგობა გაუწიოს. ისინი მუდმივად ერთ ნაბიჯს წინ დგამენ, შემდეგ უკან იხევენ. იცით, თითქოს აჩვენებენ მზადყოფნას სრუტეების გასახსნელად, მაგრამ ბოლოს მაინც არ აკეთებენ ამას. შემდეგ ისინი ესვრიან გემებს სპარსეთის ყურეში, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიან. და რასაც ხედავთ არის ის, რომ ეხლა უკვე უფრო მეტი დროა გასული მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, ვიდრე თავად ბრძოლაში იყავით. და ირანელები ცდილობენ ტრამპი მოატყუონ მოლაპარაკებებში. და ეს უცნაურია, რადგან პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს თხელ უთქვამს წარსულში და ჩვენ ამაზე ამ გადაცემაში გვისაუბრია, რომ ტრამპს აღიარებული აქვს. ირანელებს ომი არასდროს მოუგიათ და მოლაპარაკება არასდროს წაუგიათ. და ისინი ცდილობენ ამ მოლაპარაკებაში დაამარცხონ იგი. ახლახან რაც მოხდა, ჩემი აზრით არის ის, რომ ისინი ნამდვილად ცდილობენ პრეზიდენტის დამცირებას. და როგორ აკეთებენ ამას? პირველ რიგში მაგალითად ცოტა ესკალაციით ხომალდებისთვის ჰორმუზის სრუტეში გავლას ართულებენ, აშშ-ის ბლოკადას ამოწმებენ, ირანულ ხომალდს აგზავნიან კარგის კუნძულისკენ, შემდეგ კი აშშ-ის საზღვაო ძალებმა ის ხომალდი გააუნებელყვეს. კარგი? და ამის საპასუხოდ ირანი ესვრის ბარეინს, ბარეინის ნავთობის ობიექტებს, ასევე ესვრის ქუეითის ეროვნულ აეროპორტს, და მათ დრონით დაარტყეს, რამაც ტერმინალს სერიოზული ზიანი მიაყენა და ერთი ადამიანი მოკლა. და ამავე დროს, რასაც ისინი აკეთებენ, არის ის, რომ უბიძგებენ თავიანთ მთავარ პროქსის, ჰეზბოლას, რომ მუდმივად გაამწვავოს დაპირისპირება ისრაელთან. და აიძულებენ ისრაელს ისეთ მდგომარეობაში, სადაც ის არა მხოლოდ პასუხობს, არამედ აძლიერებს თავის საფასუხო ქმედებებს. რადგან ისრაელის დოქტრინა შეიცვალა, ისინი ამბობენ, ჩვენ აღარ მოქმედებთ პრინციპით თვალი თვალის წილ. თუ ჩვენზე ისვრით, ჩვენ 10 ჯერ უფრო ძლიერად გიპასუხებთ. ასე რომ რაც ხდება არის ის, რომ ისინი იყენებენ ჰეზბოლას თავდასხმებს ისრაელზე, რათა გამოიწვიონ ისრაელის ესკალაცია. და შემდეგ ირანში ამბობენ, თუ დართმას მიაყენებთ დავიაზე, სადაც ჰეზბოლას შტაბ-ბინაა, მაშინ ჩვენაც დაგართვამთ. და შემდეგ, რა თქმა უნდა, ისრაელი ვერ აიტანს პირდაპირ ირანული ტერიტორიიდან თავდასხმას. ამიტომ ისრაელი პასუხობს. ამ დროს ტრამპი ირანელებს ეუბნება, რომ შეწყვიტონ, ისრაელებსაც ეუბნებიან, რომ შეწყვიტონ, ისინი ცდილობენ ისრაელსა და ლიბანს შორის ნორმალიზაციის ან არაგრესიის შეთანხმების დადებას, როგორც ახლა ამას უწოდებენ. იცით, ტრამპი უბრალოდ ყველას ეუბნება, რომ შეწყვიტონ, მაგრამ ტრამპის სურვილები აქ აუცილებლად არ ემთხვევა დიდი კონფლიქტის მონაწილეთა რეალობას. ხო, არ ვიცი ტრამპი პირადად რას ამბობს, მაგრამ ნამდვილად, როგორც თქვენ თქვით, საჯაროდ ის ირანსა და ისრაელს ეუბნება, როგორც გუძგუშინ თქვა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სროლა. მან ასევე გამოხატა თავისი უკმაყოფილება ისრაელის დარტყმით ბეირუთში. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. ახლახან დავასრულე საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, რომელიც აკვირდება რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. მან მითხრა, რა მერჩია ირანისთვის. თქვენ უკვე ისროლეთ თქვენი რაკეტები, ეს საკმარისია.
დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან და დადეთ შეთანხმება. კითხე მას დღეს ადრე განხორციელებულ ისრაელის თავდაცვის ძალების თავდაპირველ დარტყმებზე. მან მითხრა, რომ ისინი შეერთებულ შტატებთან შეთანხმებული არკო. ლიარ ყოფილა. ასევე ვკითხე მას რეაქცია ისრაელის დარტყმებზე ჰეზბოლას წინააღმდეგ ბეირუთში. და პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ამით კმაყოფილი არ ვარო. ამის მიუხედავად ალექს ტრამპმა ნეთანიაუს არ უთხრა, რომ ირანს არ დაესხას თავს. იმედია ამას ახლავე კლიპში ვნახავთ. მაგრამ მან თქვა, რომ ორივე მხარემ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყვიტოს. მოდი ვნახოთ. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი ქონდა, მას დაარტყეს და მანაც საპასუხოდ დაარტყა. და ამის გამო ვერ დავადანაშაულებ, ორივე ჩემი შუამავლობით შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტენ. და ჩვენ ბოლო ეტაპზე ვართ ძალიან კარგი შეთანხმების, რომელიც არანაირად არც ერთ ფორმაში არ დაუშვებს ბირთვული არახს და ასე შემდეგ. და სრუდე მაშინვე გაიხსნება. ის ხელმოწერისთანავე გაიხსნება, რაც შეიძლება 2 ან 3 დღეში მოხდეს. ასე რომ ალექს იყო ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მკაფიოდ უთხრა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუტიოთ ირანს. და ახლა გვაქვს რამდენიმე ჩანაწერი, სადაც პრეზიდენტი არ ამბობს, რომ ნეთანიაჰუს ირანზე დარტყმა არ უბრძანა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ამ შემთხვევაში რამდენიმე საათში მან უთხრა, გაჩერდი. მართალია ვფიქრობ, რასაც აქ ხედავთ არის ის, როგორ მიმდინარეობს ეს ომი მედიაში, Truth Social-ზე და X-ზე გამოქვეყნებულ პოსტებში, ყველა მხრიდან. და როგორ ვითარდება ეს ყველაფერი კულისებს მიღმა, დიპლომატიურად. და გვაქვს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს აუცილებლად არ სურდა, რომ ისრაელს დაერტყა დაჰიაში და ბეირუთში, რომ ნეთანიაჰუმ ძალიან ნათლად აუხსნა პრეზიდენტს, რომ ვერ დაუშვებდნენ ჰეზბოლას ესკალაციების გაგრძელებას ჰეზბოლას შტაბ-ბინის დაჰიაში დაბომბვის გარეშე. ასევე აუხსნა, რომ ლიბანთან ნორმალიზაციის რეალური შეთანხმების მიღწევის შანსები იზრდება, რაც უფრო მეტად შეასუსტებენ ჰეზბოლას შესაძლებლობებს. იგივე ეხება ირანის წინააღმდეგ დარტყმებსაც. პრეზიდენტი ტრამპი აშკარად ამჯობინებდა, რომ ისრაელს უბრალოდ აეტანა ეს დარტყმები. მაგრამ ისრაელი ხვდება, რომ როდესაც ჰეზბოლას დარტყმებს უპასუხოდ ტოვებ, ამით ახალ რეალობას ქმნის, სადაც ისინი ხვდებიან, რომ შეუძლიათ გააგრძელონ დარტყმები სასჯელის გარეშე. იგივე ეხება ირანსაც. ამიტომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახსნა, რომ არანაირად არ შეიძლება დაუშვან 24 ბალისტიკური რაკეტის გაშვება ისრაელის ტერიტორიაზე, ისე რომ ირანმა ამისთვის ძალიან სერიოზული ფასი არ გადაიხადოს. ეხლა ის ფასი, რაც მათ გადაიხადეს, ეს სრული ფასი არ იყო. კარგი, არსებობს ცნობები, რომ ისრაელი ამზადებდა თვითმფრინავებს ირანში მასშტაბური საპასუხო ოპერაციისთვის. შესაძლოა ისინი უკვე ასაფრენ ზოლზეც კი იყვნენ. ზუსტად ესეა. ჩვენ გავიგეთ, რომ ისინი ბილიკზე იყვნენ, მაგრამ ასევე მოვისმინეთ ცნობები, რომ როდესაც საჰაერო ძალების ხელმძღვანელებმა ეს დაინახეს, ტრამპმა თქვა, რომ აპირებდა ნეთანიაჰუსთვის ეთქვა, შეეჩერებინა რომ ისინი კიდევ უფრო ადრე დაიხიეს უკან, ვიდრე ნეთანიაჰუსთან ის საუბარი შედგებოდა. რადგან მიხვდნენ, რომ მათ მწვანე შუქს არ მისცემდნენ, მაგრამ ნეთანიაჰუ და საჰაერო ძალები massive შურისძიებისთვის ემზადებოდნენ. ასე რომ რასაც ხედავთ, რაც ისრაელმა გააკეთა, ეს გარკვეულწილად სიმბოლური იყო იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. მე ვფიქრობ, რომ ისრაელი სრულიად მზად იყო ირანთან სრულმასშტაბიანი ომისკენ დაბრუნებულიყო. მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპს ეს არ სურს. ამავე დროს, თუ ტრამპს ნამდვილად სურს მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა, მე ვფიქრობ, რომ ნეთანიაჰუმ დეირ ზორის სიღრმეში, ბეირუთთან და ბეირუთის გარეუბნებში, ასევე ირანის სიღრმეში დარტყმებით სწორედ ეს გააკეთა. და ჩვენ ნახეთ, რომ თეირანში აფეთქებები მოხდა და ზოგიერთი ეს მიზანმიმართული მკვლელობა იყო. ეს რეალურად უფრო მეტად ზრდის მოლაპარაკების გზით შეთანხმების ალბათობას. ის, რასაც ირანი ცდილობდა ამ მოლაპარაკებების გაწელვით, იყო ის, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებად გახდებოდა შესაძლებელი, რომ ტრამპი სამხედრო კონფლიქტს დაუბრუნდებოდა. და უფრო მეტად გახდებოდა შესაძლებელი, რომ ირანი მოლაპარაკებებში თავის მოთხოვნებს გაზრდიდა. როდესაც ისრაელი პირდაპირ სამხედრო ზეწოლას ახორციელებს ირანის რეჟიმზე, სწორედ ეს აიძულებს ირანელებს უფრო მეტად შეეშინდეთ და უფრო მეტად მოინდომონ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და შეთანხმების გაფორმება. ამავე დროს ალექს პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ირანზე სრული გამარჯვება გამოაცხადოს, შესაძლოა მომდევნო 2 კვირაში.
მოდი ვნახოთ ეს ჩანაწერი. მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში ვიმარჯვებთ, მაგრამ რეალურად მომდევნო ორ კვირაში გავიმარჯვებთ, როდესაც სრულ გამარჯვებას გამოვაცხადებთ. ეს იქნება სრული გამარჯვება. ეს ძალიან მალე მოხდება და ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა. ასე რომ ალექს შესაძლოა ორი კვირის შემდეგ სრულ გამარჯვებას გამოაცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვას, რომ ეს შეიძლება დღეების ან კვირების საკითხი იყოს. მოდი ვნახოთ ეს ჩანაწერი. ჩვენ ირანთან და ირანში მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და ეს არ შეჩერებულა. და შეიძლება ერთ-ორ დღეში მაინც გქონდეს გარკვეული ძარღვეული წარმოდგენა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. აპირებ ძალჩენ 2-3 დღით თუ 2-3 კვირით. 2-3 დღე. ჩვენ ხელს მოვადეთ ერთ ფურცელს. არა, ჩვენ გვაქვს კარგი შანსი ამის გაკეთების. ჩვენ მივიღებ ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც რეალურად უფრო ძლიერია ვიდრე დაბომბვა. და ყველაფრიდან რაც ჩვენ ვნახეთ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება მოსალოდნელია პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ეხლა რაც ვნახეთ, ეს არის გამწვავება, რაც მიუთითებს, რომ ომი არ დასრულებულა და დიდი ალბათობით ისევ დაბრუნდებით ისეთ სიტუაციაში, სადაც პერიოდული გამწვავებები ხდება. რაც თქვენ ნახეთ ამ ომში, სხვა ფრონტებზე, ღაზაში, ლიბანში და ახლა ირანშიც, არის ის, რომ არაერთი გამწვავება მოხდა. და ეს ყველაფერი წარსულიდან მოდის. იცით, თუ ომის ბევრად ადრეულ პერიოდს დაუბრუნდებით, გაიხსენებთ, რომ ისრაელმა მოკლა ისმაილ ჰანიე, რომელიც იყო ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელი. ის თეირანში იმყოფებოდა ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე, რომელიც ვერტფრენის ავარიაში დაეუფლა. და ისრაელმა მოკლა იგი თეირანში, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მიერ დაცულ კომპლექსში, როდესაც ელი კომპლექსში, როდესაც ის ამ დაკრძალვაზე ჩავიდა. და მალევე ამის შემდეგ ბეირუთში, მიწისქვეშა შტაბინაში ჰასან ნასრალას ყოლობა მოხდა. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროსკენ მიემართებოდა თავისი გამოსვლისთვის. და შემდეგ რა მოხდა? პირველად ირანმა პირდაპირი დარტყმები განახორციელა ისრაელზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ესეთი რამ მოხდა. მნიშვნელოვანი ესკალაცია მოხდა, რადგან მანამდე ეს მხოლოდ პროქსი ომი იყო. იცი, ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუსიტები, ყველა ეს ჯგუფი ისრაელს ესროდა, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ბალისტიკური რაკეტები პირდაპირ ირანიდან ისრაელში გაფრენილიყო. ეს ძირითადად 2024 წლის ოქტომბერში მოხდა. და შემდეგ აპრილშიც ისევ მოხდა ესკალაცია, როცა მათ კვლავ გაუშვეს ბალისტიკური რაკეტები. გახსოვთ, რომ ისრაელმა პირველი ბალისტიკური რაკეტების შემდეგ განახორციელა მიზანმიმართული დარტყმა და დააზიანა საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანში. უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ მათ შეუძლიათ ასეთი შორიდანაც კი მიიტანონ იერიში თავიანთი საჰაერო ძალებით. ეს ძალიან წარმატებული იერიში იყო, მაგრამ საკმარისი შემაკავებელი არ აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ ისევ ვიხილეთ, რომ ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. და შემდეგ, რა თქმა უნდა, იყო 12 დღიანი ომი, რომლის დროსაც ისრაელმა 12 დღის განმავლობაში ბირთვულ ობიექტებზე მიიტანა იერიში. ამ 12 დღის განმავლობაში ირანი ბალისტიკურ რაკეტებს უშენდა ისრაელს. სანამ შეერთებულმა შტატებმა ეს არ დაასრულა ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩით და B2 ბომბდამშენებმა ფორდოს ბირთვულ რეაქტორზე იერიში არ მიიტანეს და ეს, როგორც იცით, სერიოზული ესკალაცია იყო. მაგრამ ეს არ იყო მთავარი ესკალაცია. სანამ ის არ მოხდა, რაც ეხლა გქონდა თებერვლის ბოლოს დაწყებული, 6 კვირიანი კამპანია ოპერაცია ეპიკური რისხვა, რომელსაც ხელმძღვანელობდა შეერთებული შტატები. დიახ, ტრამპი და ეგ. იცით, მას ეგონა, რომ 6 კვირა საკმარისი იყო. რეჟიმი ისევ ძალაშია. არ ვიცით, კიდევ რამდენიმე კვირა ნამდვილად თუ დაამხობს ამ რეჟიმს. მოდით შევამციროთ ჩვენი დანაკარგები და ვნახოთ, შეუძლებთ თუ არა ირანელებზე საკმარისი ზეწოლის მოხდენას, რომ შეთანხმებას მოაწერონ ხელი. ეხლა რაც ნეთანიაჰუს ყოველთვის უთქვამს, კონფლიქტის ყველა მხარესთან დაკავშირებით არის ის, რომ ერთადერთი გზა მტერთან მოლაპარაკების გზით შეთანხმებას მიაღწიო ცეცხლის ქვეშა. ტრამპს იმედი ჰქონდა, რომ ცეცხლის მუქარა საკმარისი იქნებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ, ასე არ არის. იცით, ტრამპს შეიძლება ბევრად უკეთესი შანსი ქონოდა მოლაპარაკების გზით შეთანხმების მისაღწევად, თუ ამერიკა და ისრაელი კვლავ ისროდნენ. ეს არ იყო ის გზა, რომელიც ტრამპმა აირჩია. შედეგად რას ვხედავთ, რომ მივიღებთ დამატებითი დაძაბულობის შემთხვევებს, რასაც ამით ვსწავლობთ, არის ის, რომ ომი დასრულებული არ არის. დამატებითი დაძაბულობები მოსალოდნელია. ირანმა აჩვენა, რომ აუცილებელი არ არის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოусმინოს, რომ ისინი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მტრები არიან. და ისრაელი არ დაუშვებს, რომ მისი უსაფრთხოების ინტერესები ვინმე უკარნახოს. თუნდაც მეგობრულმა პრეზიდენტმა, თუნდაც პრეზიდენტმა ტრამპმა. ისინი გააკეთებენ იმას, რასაც საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებში მიიჩნევენ. და ეს კიდევ უფრო ზრდის იმის ალბათობას, რომ ეს საფრთხე, რომ ირანის ფრონტი გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც სხვა ფრონტები, ჰამასი, ჰეზბოლა, სადაც გაქვს მასშტაბური ოპერაციები, გაქვს დროებითი პაუზები, გაქვს უფრო გრძელი პაუზები, გაქვს მოკლე ოპერაციები, გაქვს მოკლე ოპერაციები, გაქვს ესკალაციები, გაქვს ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ ისევ გრძელდება.
ამიტომ აქ დამატებითი ესკალაციების, დამატებითი სამხედრო კამპანიების ალბათობა ჩემი აზრით რეალურად გაიზარდა იმით, რაც ბოლო 26 საათში მოხდა. ალექს, ამას რომ ვამბობ, დღეს დილით ისრაელის მედიაში ყველგან ვრცელდებოდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის JD Vance-ის კომენტარები, რომელიც ძირითადად ამბობდა, რომ შეთანხმება მაინც შედგება, მიუხედავად იმისა, ისრაელს მოსწონს ეს თუ არა. მოდი ვნახოთ ეს ვიდეო. ისრაელსა და შეერთებულ შტატებს ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, მაგრამ ასევე არის შემთხვევები, როცა ჩვენი ინტერესები განსხვავდება. და ვფიქრობ, პრეზიდენტი ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს გარკვეული მიზნები აქვს, შეერთებული შტატების მთავარი მიზანი ირანთან მიმართებით არის ის, რომ ირანს არ კონდეს ბირთვული იარაღი. და რეალურად იმის წყალობით, რაც ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 1 წლისა და ნახევრის განმავლობაში, ჩვენ შევქმნით საჭირო სივრცე, სადაც პრეზიდენტი თვლის და ვფიქრობ, ის მართალია, რომ შეგვიძლია მივახციოთ ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან გრძელვადიან მოგვარებას. ეხლა შეიძლება ეს ისრაელს მოეწონოს, შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ფუნდამენტურად ჩვენ ვფიქრობ, რომ ეს შეერთებული შტატების ინტერესებშია. პირველ რიგში ალექს ვიტყოდი, რომ ისრაელის მთავარი ინტერესი ალბათ ისაა, ისევე როგორც შეერთებული შტატების, რომ არ სურთ ბირთვული ირანი. მაგრამ ცხადია, ჩვენ სხვა ინტერესებიც გვაქვს. ბალისტიკური რაკეტების საფრთხე, ირანის რეჟიმი. არ გვინდა ეს კონფლიქტი თაობებს გადავცეთ. რას ფიქრობ JD Vance-ის კომენტარებზე? ფიქრობ, აქ აშკარად ჩანს, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში აზრთა სხვადასხვაობა. მაგალითად, მოვისმინეთ ცნობები, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის დარწმუნებაში. ისრაელს სრული უფლება და ვალდებულებაც კი ჰქონდა პასუხი გაეცა ირანისთვის, როდესაც ირანმა კვირაღამეს ბალისტიკური რაკეტები ესროლა ისრაელს. და რასაც აქ ხედავთ არის ის, რომ JD Vance სხვა შეხედულებისაა, რომ ჩვენ არ გვჭირდება ამ ომში ყოფნა. და მე ვფიქრობ, რომ Vance ამ პოზიციიდან გამოდის, რაც უფრო ახლოსაა იმასთან, რასაც შეერთებულ შტატებში იზოლაციონისტურ ბანაკს უწოდებენ. Vance-ზე გავრცელებული იყო ხმები, რომ ის იყო ის, რომ ის, ვინც პრეზიდენტს ლობირებდა, რომ კონფლიქტი ადრე დაესრულებინა, მაშინ როცა შესაძლოა რუბიო ჰექსეთი და რა თქმა უნდა მაიკ ჰაკაბი, რომელიც აშშ-ის ელჩია ისრაელში, უფრო მეტად აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს უჭერენ მხარს ირანის წინააღმდეგ. ამიტომ უნდა იფიქრო, რა მოხდება ამ პრეზიდენტის შემდეგ. საინტერესო იყო თუ იმ ჩანაწერს შეხედავდი. და ხედავდით B-roll-ში, რომელიც აქ ეკრანის მეორე მხარეს გადიოდა JD Vance-ის გვერდით. ეს იყო შეხვედრა, რომელიც ახალი წლის პერიოდში მარალაგოში გაიმართა, არა თეთრ სახლში. და იცით, პრეზიდენტი ტრამპი იქ იყო, მარკო რუბიო იქ იყო, ჰექსეთი იქ იყო, JD Vance იქ არ იყო. და ეს კადრებში შეიძლება ვერც შეგემჩნიათ. მაგრამ იცით, ვფიქრობ, Vance ნამდვილად არ არის ისე დაახლოებული ნეთანიაჰუსთან, როგორც ტრამპი და განსაკუთრებით როგორც რუბიო და ჰექსეთი, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ სცადა ამ ურთიერთობაში ენერგიის ჩადება. მაგრამ ხედავთ, რომ ადმინისტრაციაში სხვადასხვა ბანაკებია. და ამიტომ ვფიქრობ, სწორად აღნიშნავთ აქ, რომ იცით, ის ამბობს, რომ აშშ-ის ინტერესი არის ის, ირანი ბირთვული არ გახდეს. ეს ასევე ისრაელის პირველი ინტერესია. რა სხვა ინტერესი აქვს ისრაელს, გარდა იმისა, რომ ირანი ბირთვული არ გახდეს და ირანის ტერორისტული პროქსები ისრაელს არ ესხმოდნენ თავს. იცით, თუ ისრაელი მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომ მის საზღვრებთან ტერორისტული პროქსები აღარ ესხმიან თავს და ისინი აღარ წარმოადგენენ საფრთხეს ისრაელისთვის, ხოლო ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები, ისრაელს აღარ ექნება პრობლემები. რა მიზნები აქვს ისრაელს ამ ყველაფრის გარდა? და რასაც აქ ხედავთ არის ის, რომ ირანი და მისი ტერორისტული პროქსები არა მხოლოდ ისრაელს ემუქრებიან, არამედ აგრძელებენ მთელი ახლო აღმოსავლეთის დამუქრებას, თუნდაც ამ კვირაში. ისევ ბაჰრეინზე თავდასხმა, ქუვეითზე თავდასხმა. ჩვენ ბუშინ ღამითაც კი ვნახეთ, რომ ირანთან დაკავშირებული ერაყელი ტერორისტული პროქსები აშშ-ის ბაზებზე ესხმოდნენ ერაყში. ასე რომ, ირანში არსებული ეს რეჟიმი მთლიანად შუა აღმოსავლეთს არასტაბილურს ხდის. მათ არასტაბილური გახადეს ერაყი, არასტაბილური გახადეს სირია, არასტაბილური გახადეს ლიბანი. არასტაბილური გახადეს ღაზა, არასტაბილური გახადეს იემენი. ისინი ესვრიან არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, ქუვეითს, კატარს და საუდის არაბეთს. იემენში ჰუსიტების მხრიდან, რომელიც ირანის მიერ არასტაბილურ ქვეყნად იქცა, რაკეტა საუდის არაბეთში ჩამოვარდა ისრაელისკენ მიმავალ გზაზე. ისინი ბლოკავენ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლის გზებს. ისრაელის ყველა მიზანი, რომელიც ირანს ეხება, უნდა იყოს საერთო მიზანი შეერთებული შტატებისთვის და ახლო აღმოსავლეთის ყველა სხვა ქვეყნისთვის. ალექს, დიახ, როგორც დღეს დილით თქვი, ჰაუთები ისრაელზე ისვრიან, ასე რომ ეს კვლავ გრძელდება მიუხედავად იმისა, რა ტიპის პაუზაც გვაქვს ახლა ირანთან.
ამავე დროს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გუშიღამით გამოვიდა ისრაელის ტელევიზიით და განაცხადა, რომ თუ ირანი ცეცხლს განაახლებს, ისრაელი გამოიყენებს უზარმაზარ ძალას. შესაძლოა იმ გეგმის განხორციელებით, რომელიც ბოლო წუთს გააუქმეს. ბოლო 24 საათში ირანმა და ჰეზბოლამ სცადეს ჩვენთვის ახალი წესის თავსმოხვევა და ეს ფორმულა ჩემთვის მიუღებელი და აუტანელია. მათ ეგონათ, რომ ლიბანისა და ირანის ტერიტორიიდან ისრაელს ესროლეს და ჩვენ არ ვიმოქმედებდით. ეს არ მოხდა და არც მოხდება. არა მაშინ, როცა მე ვარ პასუხისმგებელი. კარგი, ვფიქრობ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ისეთივე რთულ მდგომარეობაშია, როგორც დონალდ ტრამპი თვლის, რომ თავადაა. ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ შიდა პოლიტიკურ გარემოებებს. იცით, პრეზიდენტ ტრამპს რატომ დააკლოს სიმკაცრე, რომელიც 6 კვირიანი კამპანიის განმავლობაში აჩვენა? იცით, ის საუბრობდა იმაზე, რომ ეს ირანში რეჟიმის დასასრული იქნებოდა. ირანის ხალხს ეუბნებოდა, რომ მათი თავისუფლების მომენტი დადგა. და ნამდვილად მაქსიმალურად ცდილობდა, ვფიქრობ, მიეღწია ბირთვული იარაღის არ მქონე ირანისთვის და ირანისთვის, რომელსაც სხვა ადამიანები მართავდნენ. რა მოხდა? ირანელებმა ვფიქრობ ძალიან ჭკვიანური სტრატეგია გამოიყენეს და ახლო აღმოსავლეთის ყველა სხვა ქვეყანაზე გაისროლეს. რის შედეგადაც ისინი ზეწოლას ახდენენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, რომ ომი შეაჩეროს. რომ ირანმა დახურა ჰორმუზის სრუტე, რითაც ეკონომიკური ზეწოლა მოახდინა სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანაზე, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე, რომლებიც სპარსეთის ყურიდან ნავთობზე არიან დამოკიდებული. რომ ირანი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით დაიმუქრა და მართლაც დაარტყა ზოგიერთი ამ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომლებიც სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის გარშემო მდებარეობენ. ასე რომ ირანი აჩვენებს, რომ შეუძლია თავისი ბერკეტების გამოყენებით ზეწოლა მოახდინოს პრეზიდენტზე. ასევე შიდა ზეწოლაც არსებობს იმ ფაქტორის გამო, რომ ომი საბოლოოდ ძალიან პოპულარული არ არის. რა თქმა უნდა, დემოკრატებს არ სურთ ომი ირანთან. გახსოვდეთ, დემოკრატები იყვნენ ისინი, ვინც ირანელებისთვის ფულის მიცემას მოითხოვდნენ. ასე რომ ეს სრულიად საპირისპიროა ამერიკული სამხედრო კამპანიისა. და ასევე არიან ადამიანები უფრო იზოლაციონისტური ფლანგიდან, თქვათ ASHS-ის პოლიტიკური სპექტრის, მაგას მხარესა და რესპუბლიკური პარტიიდან, რომლებიც ამბობენ, ჩვენ არ გვინდა ომები ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ არ გვინდა უსასრულო ომები. ამიტომ ტრამპზე ზეწოლაა, რომ შეამციროს ბენზინის ფასები და შეაჩეროს ომი, რადგან ის მიემართება შუალედური არჩევნებისკენ. ეხლა ნეთანიაჰუ ოქტომბრის ბოლოს არჩევნებისკენ მიდის, ხომ ასეა? და თუ ომი აქ დასრულდება და ირანი გამოჩნდება, თუნდაც გამოჩნდეს როგორც ძლიერი გამარჯვებული, რომ მათ უკარნახეს შეერთებულ შტატებს, რომ ისინი კვლავ მიიჩქარიან ბირთვული შესაძლებლობებისკენ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ მაღალ გამდიდრებული ურანი. ეს ნეთანიაჰუსთვის მარცხად გამოიყურება. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუ გარკვეულწილად უნდა იყოს, არ ვიცი სწორი სიტყვა, არ მინდა ვთქვა დამორჩილებული, მაგრამ იცით, უნდა დაიკავოს, ესე ვთქვათ, პატივისცემით სავსე პოზიცია შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ. რა თქმა უნდა, რადგან ის, რაც იმ 6 კვირის კონფლიქტში მიღწეული იყო, შეერთებული შტატების გარეშე ვერასდროს მოხდებოდა. პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ უნდა აჩვენოს, რომ ის მართავს ომს და რომ გააგრძელებს ომს ისრაელის გამარჯვებამდე. ეს არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სრულ გამარჯვებაზე საუბრობდა. და აშკარაა, რომ ეხლა იმ მდგომარეობაში ხართ, სადაც სრული გამარჯვება არ არის, ხომ ასეა? ჰამასის წინააღმდეგ ეს არ არის სრული გამარჯვება. ჰეზბოლას წინააღმდეგ ეს არ არის სრული გამარჯვება. და ძალიან ნათლად ჩანს, რომ ირანის წინააღმდეგაც ეს არ არის სრული გამარჯვება. ასე რომ ნეთანიაჰუს თავისი შიდა პოლიტიკური გათვლები აქვს და ის ახლა ცოტა რთულ მდგომარეობაშია. იცით, მას უნდა აჩვენოს, რომ ისრაელი ძალით პასუხობს. მას უწევს ამ რთული ურთიერთობის მართვა პრეზიდენტ ტრამპთან და ასევე ისრაელელებისთვის იმის ჩვენება, რომ კვლავაც მტკიცია და სიტუაციას აკონტროლებს. და გეტყვით, რომ იცით, კვირაღამეს ჩვენ ვიხილეთ ირანის პირველი დარქმები, პირველი ბალისტიკური რაკეტები. და სულ რამდენიმე იყო, სულ დასაწყისში. და ისრაელში დიდი შფოთვა იყო, არა იმიტომ, რომ ირანი ბალისტიკურ რაკეტებს ისროდა და ისრაელებს თავშესაფრებში ჩასვლა მოუწევდათ, ისრაელები მზად არიან ამისთვის. შფოთვა იმაზე იყო, ბენიამინ ნეთანიაჰუ უპასუხებდა თუ არა. ყველა იმ არხზე, სადაც ჩვეულებრივ ვეკონტაქტები ხალხს, ყველა ამტკიცებდა, რომ ნეთანიაჰუმ უნდა უპასუხოს. ნეთანიაჰუმ ახლავე უნდა უპასუხოს.
დიახ, და ეს ამის ნაწილია. ამ ომებთან გამკლავების პრობლემაც ისაა, რომ ჩვენ 24 საათი, კვირაში 7 დღე მიმდინარე მულტიმედიისა და სოციალური მედიის საინფორმაციო ციკლში ვიმყოფებით. აქ, სადაც ყველა ხედავს პირველ რიგში ბალისტიკურ რაკეტებს და გადაადგილებებს. და შემდეგ ისინი ასევე ხედავენ tweet-ებს, სოციალურ პოსტებს, მედიასთან ინტერვიუებს და ასევე ყველა კომენტატორს. ყველაფერი რეალურ დროში მიმდინარეობს. იცით, Telegram-ზე, WhatsApp ჯგუფებში, X-ზე ყველა ამბობს, რა უნდა მოხდეს ამ წამს. და იცით, ვცდილობდი დამერწმუნებინა ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც ძალიან მაღალი დონის არიან. ვეუბნებოდი, რომ უნდა დაელოდოთ. ყველაფერი წამში და წამში, მომენტიდან მომენტამდე არ ხდება. თუ ისრაელი პასუხობს მეორე დილით, ეს იგივეა, რაც 3 ან 5 საათით ადრე რომ ებასუხათ, ხომ ასეა? ამიტომ გაქვს ეს მთელი შფოთვა იმის გაშემო, რა მოხდება სწორედ ამ წამს, ისეთი ფორმით, როგორიც არასდროს ყოფილა არც ერთ სხვა ომში თუ კონფლიქტში ისტორიაში. ეჭვგარეშეა, მაგრამ ნამდვილად დაგეთანხმები იმაში, რომ ისრაელის ხალხი მზად არის ჩავიდეს თავშესაფრებში კიდევ ერთი კვირით, კიდევ ერთი თვეთი, ოღონდეს არ გადაიზარდოს თაობების პრობლემად. ამავე დროს დღეს დილით ისრაელის რადიო 103 FM-ზე მინისტრმა მიკი ზოარმა განაცხადა, რომ შემდეგ ჯერზე, როცა ჰეზბოლა ესვრის ისრაელის დასახლებებს, ჩვენ მყისიერად ვიმოქმედებთ და კიდევ ერთხელ დავარტყამთ დახიას ბეირუთში. დაე, ირანელებმა კიდევ ერთხელ გამოგცადონ, მან გააფრთხილა. მან თქვა, რომ ნეთანიაჰუმ შეცვალა წესები, მკაფიოდ განაცხადა, თუ ირანი გაბედავს და გვავნებს, ჩვენ მათ დავანგრევთ. და სინამდვილეში დღეს დილით ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასცეს ევაკუაციის ბრძანებები ლიბანში მდებარე გარკვეული უბნებისთვის მოსალოდნელი დარტყმების წინ. როგორც თქვენ ადრე თქვით, ეს ომი შორს არის დასრულებისგან. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია ირანთან მოლაპარაკებებზე, ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე, რაც არ უნდა ნიშნავდეს ეს მომდევნო დღეებში ან კვირებში. მაგრამ დღესაც კი ამ 12 საათიანი რაუნდის შემდეგ ისრაელი უკვე მიანიშნებს, რომ სინამდვილეში სიცოცხლეებს გადაარჩენს, სხვათა შორის, როცა ხალხს ეუბნება, რომ ევაკუირდნენ. იცით, ხალხი ყოველთვის აკრიტიკებს ისრაელს. შეხედეთ, რას აკეთებთ, აიძულებთ ხალხს, რომ ევაკუირდნენ. სინამდვილეში ეს მათ სიცოცხლეს გადაარჩენს, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრი ისაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვუტევთ ლიბანს და ვემზადებით ამისთვის, მაშინაც კი როცა აქ ვსაუბრობთ. კარგი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გავეგოთ რა მოხდა აქ. ირანმა თქვა, რომ მათი ესკალაცია იმიტომ მოხდა, რომ ისრაელი ლიბანში უტევდა. და რას აკეთებენ ისევ და ისევ ელჩი ლაითერსა და სხვების პოსტები ცდილობენ შექმნან განტოლებას, სადაც ისრაელის ბრძოლას ლიბანთან არანაირი კავშირი არ უნდა კონდეს აშშ-ისა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტასთან. ირანი კონკრეტულად იყენებს ლიბანს და ჰეზბოლას, როგორც წინა ხაზზე მხოლ პროქსის, რათა შეუტიოს ისრაელს. სპეციალურად იმისთვის, რომ სცადოს განხეთქილების შექმნა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაუსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, ხომ ასეა? And so ისევ ტრამპს უნდა რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტა იყოს. ირანი ამბობს, კარგი, თქვენ არ ვესვრით. ისინი ეუბნებიან თავიანთ პროქსის, ჰეი, თქვენ უბრალოდ გაუშვით დრონები, ესროლეთ რაკეტები ისრაელს. იცი, უბრალოდ მოსინჯეთ ნიადაგი, ნახეთ, რამდენად შორს შეგიძლიათ წასვლა. და შემდეგ დააკვირდით, როგორი იქნება ისრაელის პასუხი. როცა ისრაელი მთელი ძალით უპასუხებს ამ ტერორისტულ ერთეულს, რომელიც პირდაპირ მის გართან არის. მერე ირანი ამბობს, თუ ლიბანს დაესხმებით თავს, თუ ჰეზბოლას დაესხმებით თავს, მაშინ ზავის მიღწევა შეუძლებელი იქნება. და არა მხოლოდ ეს, თუ ბეირუთში დაარტყამთ, სადაც ჰეზბოლას შტაბ-ბინაა, მაშინ ჩვენაც დაგვიპირისპირდებით. ამიტომ ტრამპი ბრუნდება და ისრაელს ეუბნება. ირანი ახლა იმიტომ ისვრის, რომ ეს თქვენი ბრალია. ამიტომ ფიქრობ, რასაც ნეთანიაჰუ ახლა ძალიან ჭკვიანურად ცდილობს, ეს არის. იცით, მისი ომების, კონფლიქტების, მართლობების, მართვის ერთ-ერთი ნაწილი ის არის, რომ ისრაელის ომი ჰეზბოლასთან გააცალკეოს. და ისრაელსა და ლიბანს შორის ნორმალიზაციის მოლაპარაკებები გამოყოს ცეცხლის შეწყვეტისგან, რომელიც აშშ-ს მათ შორის ისრაელსაც და ირანსაც უშუალოდ ეხება. და ამიტომაც თქვენ ამას მაშინვე ხედავთ, როცა ისრაელი ამბობს, კარგი, ჩვენ არ დავიწყებთ მასიურ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ჩვენ გავამწვავებთ შეტევებს ლიბანში. და როცა იმ ევაკუაციის გაფრთხილებაზე ისაუბრეთ, ეს კონკრეტულად ეხებოდა ქალაქ ტირს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. და ტირი ძირითადად ქრისტიანული ქალაქია. და რაც იქ ნახეთ, არის ის, რომ ჰეზბოლა ეხლა კონკრეტულად ქრისტიანულ ქალაქში მოქმედებს. ამდენიმე მიზეზის გამო.
პირველი მიზეზი ისაა, რომ ისინი ფიქრობენ, რომ იცით, ისრაელი ქრისტიანულ ქალაქში არ დაარტყამს. რატომ? იმიტომ, რომ ლიბანის მთავრობა, მაგალითად პრეზიდენტი აუნი, ქრისტიანია. ეს ლიბანის მმართველი სტრუქტურის ნაწილია, რომ პრეზიდენტი ყოველთვის ქრისტიანი უნდა იყოს. და თუ ასეა, მაშინ ისრაელს ძირითადად ლიბანში ქრისტიანულ ფრაქციასთან მოუწევს მოლაპარაკება, თუ ისრაელი ქრისტიანულ ქალაქს დაარტყამს. მათ იმედი აქვთ, რომ აიუნი განრისხდება ისრაელზე და ნორმალიზაციას არ მოახდენს. რადგან ირანისთვის ყველაზე არასასურველია ისრაელმა ლიბანის მთავრობასთან მოლაპარაკესთან და მათთან ნორმალიზაცია. და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ცუდად გამოიყურება, როცა ებრაელები ქრისტიანულ ობიექტებს ესხმიან თავს. ზუსტად ასეა. ისინი ამას ისრაელის წინააღმდეგ საერთაშორისო PR კამპანიად აქცევენ. შეხედეთ, რას ვაკეთებთ ქრისტიანებთან ახლო აღმოსავლეთში. რეალურად კი სხვათა შორის, ქრისტიანები ისრაელში უფრო კარგად ცხოვრობენ, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. სწორედ ასეა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ისრაელი ქრისტიანებს ეუბნება. მოусმინეთ, ჩვენ აქ უნდა ვიმოქმედოთ. თქვენ გესმით რატომაც. დატოვეთ თქვენი სახლები, რადგან არ გვინდა რომ დაიღუპოთ. ჩვენი მიზანია ტერორისტული ინფრასტრუქტურა გავწმინდოთ, რადგან არაერთხელ გვინახავს, რომ ჰეზბოლა ჰამასის მსგავსად მიწისქვეშა გვირაბებს აშენებს. ისინი კერძო სახლებს იარაღისა და რაკეტების საწყობებად იყენებენ. გარდა ამისა, ისინი შეიძლება სკოლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებსაც იყენებდნენ. ასე რომ იცით, ისრაელმა ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოს, რათა ტერორისტებთან ბრძოლა შეძლოს. ეხლა, ლიბანში სიტუაცია ცოტა განსხვავებულია ვიდრე ღაზაში. ღაზაში მოსახლეობა და ჰამასი თითქმის სინონიმებია. ღაზის სექტორში ჰამას რეალური ოპოზიცია არ ყავს. ყველა სუნიტი მუსლიმია. ყველამ ჰამას მისცა ხმა. მათი ოჯახის ყველა წევრი ჰამასის ნაწილი. როცა ისრაელი ჰამასის უმაღლეს და საშუალო ხელმძღვანელობას ანადგურებს, იცით, უბრალოდ ღაზადან ახალი ადამიანები იკავებენ მათ ადგილებს და იღებენ იარაღს. ლიბანში სხვა სიტუაცია, სადაც ჰეზბოლა შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია. შეიტები ირანში მართლაც უჭერენ მხარს ჰეზბოლას, მაგრამ ისინი ქვეყნის მხოლოდ დაახლოებით მე-13 შეადგენენ. ქვეყნის დაახლოებით მე-13 სუნიტი მუსლიმია, მაგრამ ისინი ჰეზბოლას არ უჭერენ მხარს. და ამ ქვეყნის კიდევ ერთი მე-13 ქრისტიანია და ისინი ნამდვილად არ უჭერენ მხარს ჰეზბოლას. ასე რომ იცით, ლიბანში ქრისტიანებისა და სუნიტების ინტერესებშია, რომ ისრაელმა კიდევ უფრო დაასუსტოს ჰეზბოლა. ალექს, აქ მოწყენის დრო არასდროსაა. ამ ქვეყანაში მოწყენის დრო არასდროსაა. კარგიც იქნება თუ ცუდიც. მართლა მოწყენის დრო არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო 2.5 წლის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ეს ბოლო ეტაპი დაიწყო 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტიდან დღემდე. მეჩუგარეშია რომ ახლა ბევრად უფრო ძლიერი პოზიცია გვაქვს და იმედი მაქვს გავაგრძელებთ ამ ოპერაციების გაფართოებას, რათა დავამარცხოთ ეს საფრთხეები ჩვენს წინააღმდეგ. იქნება ეს ჰეზბოლა, ჰამასი, ირანი თუ სხვა ყველა ეს საფრთხე. და რა თქმა უნდა დარჩით ჩვენთან ჯერუსალემ მინიძე, JNS TV-ზე. ეს იყო სპეციალური გამოშვება, მე ჯოშ ასტონი ვარ, JNS News-ის კორესპონდენტი ალექს ტრიმანთან ერთად, რომელიც არის აღმასრულებელი დირექტორი. დარწმუნდით, რომ ნახავთ ყველა შესანიშნავ კონტენტს, რომელსაც JNS TV გთავაზობთ. დაგვიტოვეთ მადლობა, გამოიწერეთ არხი და ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. ეწვიეთ jns.org-ს, რომ მიიღოთ უახლესი ახალი ამბები ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. კარგი კვირა გქონდეთ ყველას. მომავალ კვირას ისევ გნახავთ ჯერუსალემ მინიძზე, აქ JNS TV-ზე.